პროფესორ სოლომონაშვილი. ოდახაშს, ანუ რევოლუციათა ცეცხლოვან გზაზე. ამონარიდი მინი ნოველიდან ზამმორა. ვისაც რა უნდა თქვა, სპარსულიაო, ინდოელებს ჰქონდათო, ირლანდიელებსაც კი აბრალებენ ავტორობას, მაგრამ ხაში მაინც მარტო ქართული მოვლენაა. ისტორიასაც ყვებიან როგორ მოევლინა ეს კერძი სამყაროს, ანუ ქართველ ნაბახუსებთან მთელ თავადკიებულ, ორგანიზმ გამომშრალ გულაჩქარებულ სისხლძარღვებს შევიწროებულ არმიას. თურმე, როდესაც ქართული თავადაზნაურობა დიდ ნადიმებს მართავდა და უგემრიელესი ქართული კერძების დასამზადებლად უამრავი საკლავი იკლებოდა, შიგნეული რა თქმა უნდა აღარავის სჭირდებოდა და ყმა გლეხობას ჩუქნიდნენ. საქონლის შიგნეული და კანჭაულობა ძნელი გასასუფთავებელია. პირსახოცივით ფაშვი რამდენჯერმე უნდა გარეცხო გამდინარე წყალში, თორემ შეიძლება ნეხვიც გაყვეს. კანჭები თუ კარგად არ გაფხიკე და გატროსე, როგორია ჭამის დროს ბალანი რომ მოხვდება სასაზე და ენაზე. ხარშვითაც დიდი ხანი იხარშება შიგნეული, იმიტომ რომ სულ ხრტილი და ძარღვია და აბა ამდენ შრომას და დროის ხარჯვას დაელოდებოდა მოუთმენელი და თავის ნათქვამა ქართული თავადაზნაურობა. წელში გამწყდარი გლეხობა მოკიდებდა ხელს ამ მიგდებულ შიგნეულობას. ნეხვში ხელის რევას, ფიზიკურ შრომას და სიკეთის დიდხანს ლოდინს კი იყო მიჩვეული. ოღონდ მოსშეებულ შვილებს რაიმე ეჭამათ, მთელი ღამე რეცხავდნენ, მერე მთელი ღამე ხარშავდნენ. დილისთვის გამზადებულ საქონლის ჟელატინით ჭარბად გაზავებულ კერძს ბლომად მიორ წყალს მოასხამდნენ, რადგან მარილი მაშინ ძალდეძნელი საშოვი იყო და დილა შვილებისთვის ნოყიერი საჭმელი მზად იყო. შემდგომში მედიცინამ აღმოაჩინა, რომ ხაშს თურმე უდიდესი სამკურნალო მნიშვნელობაც ჰქონდა და აქვს. ძვალს ამაგრებსო და გლეხობასაც ხომ გლეხური სამუშაოებისთვის ძვალმსხული და ძვალმაგარი შვილები სჭირდებოდა. ამ დროს რას აკეთებს თავადაზნაურობა? მთელი ღამე ღრეობს, უგემრიელეს კერძებს საუკეთესო ღვინოს აყოლებს და პირიქით. დილით კი ამდენი ღრეობისგან და სმისგან თავადკიებული, ცუდ ხასიათზეა და რა უნდა ქნას, ვიზე უნდა იყაროს ჯავრი. ან იქნებ ნაბახუსებს თავის ტკივილის მოხსნაში გლეხის სალუქი გოგოს დაეხმაროს, თავადის ქალიცოლები ხომ დილას ნამთვრალების სულს ნამდვილად ვერ აიტანენ. ხოდა ეს მავანი თავადიშვილის დაიძრა, თავის გლეხებს დაერია, შევიდა ერთ სახლში. რას ხედავს? ცხელ-ცხელწვენს ახვრეპავენ გლეხები და ზედ მათსავე ღვინის ანაჩურჩიდან გამოხდილ არახს აყოლებენ. ოხშივარმა, სუნმა და არაკმა სული შეუკრა თავადიშვილს. ეს ის მომენტია, როცა კაცობრიობა დიდი აღმოჩენის წინაშე დგას და იმას ერგება ხომეწილად ბედნიერება, ვისაც ღმერთი წინადგრძნობის თუ ინსტინქტის თუ მეექვსე გრძნობის თუ იმ ადგილას ზუსტად იმ დროს ყოფნის მადლს დააბერტყავს და ამ ჩვენ თავადაზნაურსაც თითქოს არამქვეყნიურმა კრახელიო. არაბუნებრივმა ძალამ ურძადა თავისი ყმის ბინძური, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასეთვლიდა და თვლის გობიდან. მთელი ღამის ნახარში ხაშისწვენს მიჯდომოდა. ერთი არაყის დამიშყიდო და წამით კი გაექცა თვალი გლეხის სალუქი გოგოს მადის მომგვრელი გავისაკენ, მაგრამ თავის დაუნებურად ხისგან გამოთვლილი კოვზით წვენი ამოიღო. მოხრიპა და ჰოი საოცრებავ, კაცობრიობა უდიდესი აღმოჩენის წინაშე დადგა. მერე რა ძნელია ხაშის ჭამა. ხომ არ გონიათ ან ჩაგლით მიუდგები ამ კოვზით, მოიხელთე ფაშვის ნაჭრებსა თუ წებოვანი კანჭების ზულებს, აუცილებლად არათავადაზნაურულად, ხელით უნდა ჭამო. თან ჟელატინით როგორ გეკრობიან ეს ნაჭრები ზედ. თითქოს გეხვეწებიან არ მოგეშვებით, სანამ თითების გალოკვიანად არ შევჭამო. ხაშის ჭამის პროცესი ურთულესია და რიტუალს წარმოადგენს. ხაში უბრალოდ კი არ უნდა ჭამო, უნდა მოემზადო. აი მაგალითად, თუ ხაშის ჭამა გინდა, ოღონდ უბრალო ჭამა კი არა, შიმშილის დასაკმაყოფილებელი, არამედ სერიოზული, ჩასაგურმანებელი. წინა დღეს აუცილებლად უნდა გაილეშო, რომ დილას სისხლძარღვებს შევიწროებული შეხვდე ალიონს და სრულად აღიქვა როგორ იშღინთება ხაშის ცხელი წვენი ორგანიზმში და ნელ-ნელა დაჟინებით, როგორ აფართოვებს და ათბობს სისხლძარღვებს, გულს, ფილტვებს, თირკმელებს, კუჭს, თელ სხეულს იკავებს სითბო და დამომშრალი ორგანიზმის კვებას იწყებს ჟელატინი. ჭამის დროს ისე გიპყრობს თელის მხურვალე და წებოვანი სამყარო, რომ ვერ გრძნობ წვენი როგორ მიუყვება მაჯას სიდაყვამდე, როგორ იგლისება ნიკაპი, ის კი არა ქსიამოვნებს კიდეც, მით უმეტეს თუ ერთ ჩიქარახს წააშველებ. კი არ წააშველებ, აუცილებელიცაა. სისხლძარღვები და ნებისმიერი სითხის გამტარი ფართოვდება, ატარებს ხაშს და მაშინ, როდესაც მთელს ორგანიზმს ეს ცხელი, ცხიმიანი რძესავი სითხე დაიკავებს, როდესაც ტვინს არყის მცირე დოზა გააბუჟებს და გაახურებს, გაცოცხლებულ გვამში გადადის ცივი ლუდი, გამჭვირვალე ცივი სითხე. ამ დროს ხელები უკვე გაწებილია ჟელატინით. ტუჩები აუცილებლად ცხიმის სქელი ფენით არის გაპოხილი და ეს ყველაფერი ოდნავ შემშრალია, რაც ერთგვარ ურთხელეს აფქს ქმნის და გაგრძნობინებს, რომ შენ მთლიანად ამ კმაყოფილებით ხარ მოცული. დაზის გლეხის ოჯახში ცხიმისა და ჟელატინის აფქში გახვეული თავადაზნაური შვილი. ტვინი გაბუჟებია, მიყუდებია მატყლით გატენულ მუთაკას. აღარ ცალკი გლეხის გოგოს მადის ამძროლი გავაინტერესებს და ისაა კმაყოფილების ულამაზესი შეგრძნება ძილბურანში გადასვლია, რომ ნახევრად სიზმარსა და ნახევრად ცხადში ხედავს თავის თანამოძმე თავადაზნაური შვილებს, რომელთაც სიამოვნების ეს კმაყოფილი გზნობა, თუ პირიქით კმაყოფილების ეს სასიამოვნო გზნობა არასოდეს განუცდიათ. მზადაა წამოხდეს, გაიცეს და თავი მოაწონოს, მაგრამ ამის მაგივრად კიდევ უფრო იძერება ამ ცხიმოვან ჭაობში. ანაზდად
ერთ წამოაბოყინებს კიდეც. მომავლისათვის გადადებს პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების არანაკლებ სასიამოვნო შეგრძნებას. ერთი რაც მოუვა თავში, გლეხის პატარა ბიჭს გახედავს და მოთენთილი ხმით ეტყვის. წადი ბიჭო, მოურავს მარელი გამოართვი, უთხარი რომ მე ვუბრძანებ. ფლომად გამოგატონოს, ამის ესე ჭამა არ შეიძლება. ჩემ კნეინას გადაეცი რომ აქა ვარ და ცოტას წაუძინებ. საღამოს მის უბრწყინვალესობა თავადაზნაურ შვილს რომ მკითხეს, სად იყავიო, მანაც იმდენი იტრებახა რომ დაუჯერა ესოდენ ცინიკურმა დიდგვაროვნებამ და მცირე ჭოჭმანის შემდეგ მათაც სცადეს ხაშის გასინჯვა. მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო, აუჰო, იკივლეს. გადაირია უმაღლესი საზოგადოების კაცობრიობა. ეს რა ჰქონიათ გლეხებსო და ამის შემდეგ რაც საქონელი დაკლეს, ხო ყველაფრის სამწოდი და კარგი ხორცი კვლავ თვითონ მიირთვეს და შიგნეულობაც აღარ დაუთმეს გლეხობას. თუმცა გარეცხვა, ბალნის მოცილება და მოხარშვა ისევ მათ დაუტოვეს. თავიდან თავი გამოიდო გლეხობამ, ბატონებს ვასიამოვნებთ, დაგვიფასდებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ბატონებმა მათი შვილების წილიც მიირთვეს, მათი არყითაც კარგად გამოთქმნენ და ზოგმა ვისაც ონსილო იყო, კბილები გამოიჩიჩქნა, მოურიდებლად ჰაერიც გააფუჭა და გლეხის გოგოს წაეტანა გავაზე. აი მაშინ კი გადაერია გლეხობა. კაცო, ეს კარგი ამნეხს და ბალანს მაინც ჩვენ ვაცილებდითო. ეს გავაზე ხილის სწავლება ხანდახან კარგიც იყო, ცოტა ჭკვიანი გლეხები ჩდებოდნენ ზოგჯერო. ეს არახს რო გვისვამენ, კაცო, ეგეც არაფერიაო. ბავშვები, კაცო, ბავშვები, ზოგი მაგათიც იყო, ბავშვები დარჩნენ მშივრები. უხაშოთ აღარ უმაგდება ძვალი და ხან თოხზე ემტროვათ ხელი და ხან ბარზე ფეხიო. ვიზღა ვათოხნიოთ და ვაბარინოთ, ვიზღა ვადენინოთ ნახირი. ისევ მაგათი აულალი დებარნად გურდებაო. გაბრაზებულმა გლეხებმა სიმართლის საძებნელად ქალაქში შედარებით ჭკვიანი გლეხი გაუშვეს. ის ჭკვიანი ხანდახან რომ ჩდებოდა. იქ კიდე აბა უსწავლელ და უწიგნურ გლეხს ანგელი შეჭამდა ანგლის მსგავსი და გაღლეტელი პროლეტარიატის ზაკბილო გახდა. კუნთმა გარდა ძვალმსხვილი გლეხობა გვარიანი ძალა აღმოჩნდა. პროლეტარიატმა თავის გლეხ ძმებთან ერთად კომუნისტური პარტია ხომ მოიგონეს. მერე რევოლუციაც მოხდინეს და საბჭოთა კავშირიც შექმნეს. ერთი უშველებელი გლეხურ მუშური ქვეყანა. წაგვართვით ხაშიო, ეხლა გვიყურეთ სამწოდეს ჩვენი იქნებაო. ამ სამწოდის დაცვას ხომ თავისი გენერალი სჭირდება. გინდა გლეხური იყავი, გინდა თითგვაროვანი. გენერალი ხომ სულ საჭიროა. საბჭოთა კავშირის თავისი მუშურ-გლეხური გენერლები ხავდა. ხოდა ერთხელ ერთ-ერთმა ასეთ მუშურ და გლეხურმა გენერალმა დიდი ნიჭი გამოიჩინა. თავისი მკიცე ხასიათისა და მოქნილი გონების გამო პოლკოვნიკ ქვეშევრდომებს შიში ზარს სცემდა, მაგრამ რა ეკნათ, ქვეშევრდომებს მათაც ძალიან უყვარდათ ხაში. რაც შეეხება ხაშის სიყვარულს, ეს ფილოსოფიური კერძი ბევრს არ უყვარს. შიგნეულის ნახარში გარეგნულად არ მოსწონთ. ნივრისუნსაც ვერ იტანენ და თუ მამაკაცო სიუხეში უცნაური სიფაქიზე გაქვს შეპარული, შესაძლოა უკულტურობადაც გაასახო ხაშის სიყვარული. უკულტურობად კი არა, ფაქიზის სულისათვის შეუფერებლად უწმაწური ეპიდემიათაც კი შეამკო ხაში. იმიტომ რომ ამ კერძს ნამდვილი მამაკაცური მადა სჭირდება, რადგან როგორც ქალთაგან აპრობირებული ცნება გადმოგცემს, კაცის გულისკენ გზა კუჭის გავლით გადისო. ასე რომ ხაში სპეციფიურია, ყველა სიტუაციას არ შეეფერება, განსაკუთრებით სალონური შეხვედრებისას ან მაღალ დონეზე ჩატარებული დიპლომატიური, კულტურული ან საერთოდ სმოკინგებით, საღამოს კაბებით და თუნდაც კოსტიუმებით კოსტიუმირებული სანახაობა შეხვედრებისას. ხაშია და მისი ეგზოტიკურობა არ უნდა გაუფეროვდეს სხვა მაღალ ფილოსოფიური თუ ინტელექტუალური თემებით. ეს კატეგორიული მოთხოვნაა ხაშის მირთმევის რიტუალისას. და ერთხელ წინა დღის ნაბახუსებმა აი მუშურ-გლეხური გენერლის იმ ქვეშევრდომა პოლკოვნიკებმა დილით ხაშის მირთმევა გადაწყვიტეს. აბა საგანგებო დავალებებს სიხლზარღვევ შევიწროებული ხომ არ ეკვეთებოდნენ. მაგრამ გენერალმა არ გაგვიგოს, წუხად თავს ორი ჭიქის დალევის უფლება რომ მივეცი და რა იცი სადმე, ვინმე მაღალჩინოსის მსგავსი საყვანა არ იყოს საჭირო. არაღზერა ლაპარაკია, წვეთიც არ გაიკარეს და მიორწყალით სულ ცოტა შეურიეს. გულს ვეჭვი უღრონდათ, მიხვდება ის ბემურაზი, აბა უფრო სერიოზულ ლანცვალს გულშიც ვერ გაივლებდნენ, ისეთი ყნოსვა აქვსო. მართლაც მიხვდა გენერალი, ნიორი იყნოსა, მოიღრუბლა, დასცხათ პოლკოვნიკებს, უფლმა დაასხათ, მერე ტანში გააციათ. ხაში ჭამეთ? იკითხა გენერალმა უკმეხად. კი, აკვნესდნენ პოლკოვნიკები. არაყი დააყოლეთ? მოგდულად ღრენით იკითხა გენერალმა. არა, კვლავ ამოიკლეს პოლკოვნიკებმა და გული ამოაყოლეს, მაგრამ წამხდარი მხნეობა სულოდნავ მოემატათ. მათ ხომ მართლაც არ დაელიათ არაყი? მართლა? იკითხა გენერალმა და წარბებს ქვემოდან ამოხედა. თავები მონდომები დააკანტურეს პოლკოვნიკებმა, პატიების ნაბერწკალი გაკრთა სადღაც. გენერალმა პოლკოვნიკებს თვალში გაუყარა, მათ თავისწილად ფეხები და ხელისგულები გაუოფლიანდათ. ცხელი ხაში კი ჰქონდათ ნაჭამი, მაგრამ მაინც ვერ გაუძლეს გენერლის მზერას. გენერალმა თვალები ავად მოჭუტა, სული გაეყინათ პოლკოვნიკებს, წამის მიაშეში ცხოვრებამ ჩაურბინათ თვალწინ. ერთს მახსოვრობის ზაფი 7 წლის ასაკში გაუწყდა. მაშინ თავისი ღირსეული მამის, ღირსეული ოჯახის ღირსეულ წვეულებაზე, ღირსეული სტუმრების წინაშე სკამზე შეაყენეს და შეუძახეს. ღირსეული ბელადისადმი მიძღვნილი, ღირსეული პოეტის მიერ შეთხზული, ღირსეული ოდა ღირსეულად წაეკითხა. გულანთებულმა ხმამაღლა გამოთქმით დაიწყო ლექსის კითხვა და იმდენად მოინდომა, იმდენი ენერგია ჩააქსოვა, ისე მოიკრიბა ღონე, თავს ისე დაატანა ძალა, რათა კარგად ჩაიკითხაოდა, რომ მისმა პატარა სხეულმა ვერ გაუძლო ამდენს და ღირსეული საზოგადოების ღირსეული ჰაერი გააფუჭა.
საშინლად შერცვა, წამით გაირინდა ყველა. მერე ერთბაშად ახორხოცდნენ და ქუხარეტაშიც დასხეს. განსაკუთრებით ერთი სტუმრის ღაბაბიანი სიცილისაგან დაჭარხლებული სახე გაახსენა ამ წუთას და გაეყინა თვალებში ატუზულ კუანა პოლკოვნიკს. მეორე სკოლის საკლასო ოთახში გაუწყდა მახსოვრობის ეს ზაფი. კიტელიანი დიდულვაშა მათემატიკის მასწავლების ეშინოდა განსაკუთრებით და მაინც და მაინც ამ გაკვეთილზე აწუხებდა ყველაზე მეტად შარდის ბუშტი. აბა თავს როგორ შეერცხვენდა, ან როგორ გაბედავდა კლასიდან გასვლა ეთხოვა და ბოლომდე უძლებდა განსაცდელს. თუმცა ამის გამო ყოველთვის უჭირდა მათემატიკის გაგება და სწორედ ამ გაკვეთილზე შემოვიდა დირექტორი, ფიღაც დეიდასთან ერთად, რომელმაც ალერსიანი ხმით იკითხა: "აბა ბავშვებო, ვისი მშობელია დაპატიმრებული?" და რა თქმა უნდა ძალა აღარ იყო. კონზე კლასელების ჩუმმა ქირქილმა მოიყვანა. თვითონ კი სკამისა და თვალების სისულეს გაგრძნობდა. ახლა სწორედ ისეთი სისულე იგრძნო თვალებში ქვეშაფსია პოლკოვნიკმა. მესამეს არსად არ გაწყვეტია მახსოვრობა, რადგან უპატრონო იყო ბავშვთა სახლიდან. უბრალოდ კუჭი აეშალა, ნახევარ ცხოვრებას დათმობდა ერთად გათხופნულ პარაშასთან რომ აღმოჩენილიყო ამ წუთას. ქვეშაფსია, ქვეშაჯვია და კუანა პოლკოვნიკები ყელში ერთნაირ სიმშრალეს გრძნობდნენ. თქვა გენერალმა და ქვეშავდომებს რომ ხიმილი არ შეემჩნიათ პირის გაუღებლად კბილებში გამოსცრა. თუ არაღი არ მიგიყოლებიათ, აბა ცხნერი გიჭამიათ. ზურგი აქცია გაუგნებულებს და უცებ ისე მოუნდა, ხაში ისე მოუნდა, ტანშიც კი გააჟრჟოლა. პირი ნერწყვით აევსო და კუჭის საშინელი ტკივილამდე მისული სიცარიელე იგრძნო. პოლკოვნიკებს გახედა, ჩაახველა. ისა, საჭამეთ, კაი ხაში იყო? კითხა კუანას, ქვეშაფსიას და ქვეშაჯვიას. კი, ფრთხილად თქვენ სამივე ერთად. გვაქვს ახლა რაიმე საქმე? იკითხა გენერალმა. არა, დაიმორჩხეს პოლკოვნიკებმა. არა, ისეთი არაფერი. ესე ხო არ მივალ, თუ ტელეფონი აქვთ დაურეკე და თან მანქანასაც გამოუძახებ. ვეღარ მოერია თავს გენერალი. ოთახის კუთხეში 5 ტელეფონი იდგა, 2 თეთრი, 1 ლურჯი, 1 შავი და 1 წითელი. თეთრებზე მთავრობის ნებისმიერი წევრი რეკავდა, სამსახურებრივი იყო. ლურჯზე ოჯახის წევრები. შავი საიდუმლო ოპერაციებისთვის იყო და იმისთვის, რაც არც მთავრობას არ უნდა სცოდნოდა, არც ოჯახს, არც მეგობრებს და არც არავის. წითელი კი იშვიათად რეკავდა. მისი ზარი ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მაინც შემზარაოდ ისმოდა. ამ ტელეფონზე სულ პირველი კაცი რეკავდა ხოლმე. ქვეშაჯვია პოლკოვნიკი შავ ტელეფონს ეტაკა. ნომერი აკრიფა. 2 წუთი ილაპარაკა, გენერალისკენ შებრუნდა. სანამ მივალთ ყველაფერი მზად იქნება, გველოდებიან და მორიდებით გაიღიმა. თქვენ კიდე შეჭამთ? კითხა გენერალმა. ისა დაიბნენ პოლკოვნიკები. შეჭამთ, წავედით. ხმამაღლა თქვა გენერალმა და 4-ვე კარისკენ დაიძრა. ჯერ პოლკოვნიკები გავიდნენ და ის ხო გენერალი კარს ზურგს უკან მიკეტოს აპირებდა რომ გაისმა ტელეფონის ზარის შემზარავი ხმა. 4-ვე გაირინდა. მერე თავები შერგეს კარში. გენერალმა კოპები შეყარა. თვალებ გაფართოებულ პოლკოვნიკებს თვალებ გაფართოებულმა შეხედა. ოთახში შებრუნდა და კარით სულწინ მიუხურა ქვეშავდომებს. გენერალმა ცივა დაიღო ტელეფონის ყურმილი. ზუსტად 1 წუთი უსმენდა და მხოლოდ ერთ სიტყვას იძახდა. დიახ. ყურმილი დადო, სავარძელში ჩაჯდა, თავი ხელებში ჩარგო. არ გეყოთ ხო გადატრიალებები და რევოლუციები? არ გეყოთ ხო? ჩუმი რევოლუცია, ადვილი სათქმელია ხო? რევოლუცია კი არა, ის. თქვენც ახლა ლენინები და მარქსები არ იყოთ, ფიქრობდა გენერალი. აბა მას ხმამაღლა სად იტყოდა, თუმცა იმისთვის მაინც მიიღწია რომ ასეთების გაფიქრება საკუთარ თავთან მაინც გაებედა. წამოდგა, მხრებში გაიშალა. საბრძოლო მდგომარეობა მიიღო და უკვე სპეცოპერაციის შესაბამისად ხმაში რკინი და რუსულად იღრიალა. შემოდით. ოთახში პოლკოვნიკები შემულაგდნენ და გაიჭიმნენ. გენერალმა ომახიანად და რუსულადვე გააგრძელა. ამხანაგებო, პარტიას აქვს უმაღლესი ამოცანები და მის განსახორციელებლად ყველა ძალის მობილიზებაა საჭირო. გვევალება ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ამხანაგ ხრუშჩოვის განეიტრალება. ჩვენ რევოლუციური მნიშვნელობის ამოცანის გადაწყვეტა დაგვაკისრეს. უახლოეს წუთებში მივიღებთ ახალ ინსტრუქციას. გამოცხადებულია ნომერ 1 სამხედრო მზადყოფნა. გენერალი გაჩუმდა. რამდენიმე წამში კვლავ გაისმა შემზარავი ზარი, მაგრამ გენერალმა მაინც მოასწრო გაფიქრება. როგორ მინდოდა ხაში, დაგიჭვით რევოლუციაზე.